ბრუნდებით პირდაპირ ეთერში კიდევ ერთხელ მოგესალმებით რადიო იმედის დღის არხის ფორმატში განმაგზავნებთ მუშაობას თბილისის დროით 14 საათი 21 წუთი გახლავთ რადიო იმედის სტუდიაში ჩვენ ორგანიზაციის ერთიანი ნეიტრალური საქართველოს თანადამფუძნებელს ბატონ ლევან ნიკოლაიშვილს მასპინძლობთ გამარჯობა. მადლობა სტუმრობისთვის. ბატონ ლევან აუცილებლად მოვისმენთ თქვენ შეფასებას მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და ასევე თქვენი მოქმედი და არაძველი პროფესიიდან გამომდინარე გთხოვთ შეფასებას უკრაინის სამხედრო ფრონტზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, რომელსაც რა თქმა უნდა პოლიტიკური მოტივი კვლავ ფონად გაზდებს და ამის გარეშე არც არის. პირველ რიგში თქვენი შეფასება იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რომლებსაც ბოლო დღეების განმავლობაში ვადევნებით თვალს და როგორც ჩანს, ხვალაც რაღაცა გარკვეული აქტივობა იქნება, იმიტომ რომ პირველად გვაქვს პრეზიდენტის ასეთი წესით არჩევა და მოქმედი პრეზიდენტის ვადაც იწურება ამასობაში. ხო, აქ ხა ერთი მთავარი რაც ჩვენ ველოდებით არის რა, რომ ერთხელ პრეზიდენტი იქნება არჩეული, ყავს ერთადერთი კანდიდატი საქართველოს ამ შემთხვევაში, თუ არავის სხვა კანდიდატი არ წარუდგენია გარდა ქართული ოცნებისა და იმედი იმისა, რომ ეს იქნება ის პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს ავნებს, არის საკმაოდ სერიოზული. წარმოიდგინეთ, ახლა რაზე გვიწევს საუბარი, ესე იგი, უნდა ავირჩიოთ პრეზიდენტი, საქართველოს პრეზიდენტი, უნდა იყოს ესეთი ადამიანი, რომელიც საქართველოს შემდეგ ზიანს არ მოუტანს. როგორც წესი პირიქით ხდება, ხო, პრეზიდენტები ირჩევენ ადამიანს, რომელიც შემდეგ არის ერთიანების სიმბოლო, შერიგების სიმბოლო, მშვიდობის, სტაბილურობის, ქვეყნის სახე არის, ქვეყნის ფარგლებს გარე და ასე შემდეგ. მაგრამ ჩვენ ბოლო დროიდან მოვლენებმა გვანახა დიდი უბედურება სალომე ზურაბიშვილის სახით, რომ ყოვლად მავნებელი ადამიანი მოგვევლინა პრეზიდენტის რანგში. მე ძალიან თანაუგრძნობ იმ ადამიანებს და ძალიან ბევრია ესეთები თავისთავად ცხადია, ჩემს სამეგობროში, სანათესავში იქნება თუ საახლობლოში, რომლებიც იძახიან, რომ რატომ ხელი არ მომწყდა მაპატიეთ გამოთქვისათვის, რატომ მივეცი მას ხმა. მაშინ ახლა სხვა ალტერნატივა იყო კიდე მეორე ნაციონალების სახით და გასაგებია ამ ადამიანების мотивация რაც იყო. მაგრამ მართლაც ბევრი ვერ წარმოიდგენდა იმას, თუ რამხელა ზიანის მომტანი შეიძლება ყოფილიყო ეს ქალბატონი. დავიწყებ ახლა კონსტიტუციის დარღვევით არაერთხელ პატივცემობის გამოჩენით, თქვათ საქართველოს როგორც სახელმწიფოს მიმართ. გვახსოვს ამ ქალბატონის მოქმედებები, როდესაც ის დადიოდა ევროსტრუქტურებში და ეხვერწებოდა ხომ იქაურო პოლიტიკურ ელიტას და მაღალი შენოსნების წარმომადგენლებს, რომ კანდიდატის სტატუსი არ მოეცათ. მანამდე სანამ პრეზიდენტი გახდებოდა და რაზეც ოპოზიცია მას ბრალსდებდა, ის იყო რომ საქართველოს აბრალებდა ომის დაწყებას და უამრავი ესეთი რაღაცები. ეხლა ბოლო დროს კიდე გაჟღალდება საერთოდ აღარ არის. ხო, ბატონო? ახლა ის ბრალდება ოპოზიციის მხრიდან არის, იმიტომ რომ აწყობთ ეხლა რაღაც მომენტში, მაგრამ როგორც კი ვადა ამოიწურება, სალომე ზურაბიშვილი მათთვის არაფერი არ გახდება, ეს ვიცით. და ასევე გვახსოვს კიდე ბოლო დროინდელი სულ ახალი ამბავი ხომ? იმის საუბარზე რაც გააჟღერა აღსარების სახით ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა, როცა თქვა რომ სალომე ზურაბიშვილიც იყო მათ შორის, ვინც მას თხოვა რომ არჩევნების შედეგები არ ეღიარებინა. მერე გვახსოვს კიდევ ის ამბები რომ არჩევნების ჩატარებამდე სალომე ზურაბიშვილი ფაქტურად რეალურად იძახოდა ამ სცენას, რასაც გააკეთებდა არჩევნებს არ აღიარებდა, თუმცა თავი რამოდენიმეჯერ შეიწყვინა, ჯერ რაღაცა ქარტია შემოგთავაზა, ტექნიკურ მთავრობას ყვირდებოდა პრემიერის კანდიდატი ვერ შეარჩევა, უბრალოდ როგორც ჩანს რამოდენიმე ადამიანთან გამართა კონსულტაციები, მაგრამ მიხვდნენ რამდენად ბრიყული გადაწყვეტილება იყო და ეს ადამიანები მას არ დათანხმდნენ ამის თაობაზე და ეხლა ყველა საშინელება უკვე კომიკურად ქცეული პრეზიდენტის კამი, როცა ის იძახის, რომ არ დათმობს და არ გამოვა. ეხლა ძნელად წარმოსადგენელია ალბათ, რომ ნახოთ ის სურათი, როგორ გამოყავთ ძალით, ან როგორ ებღაუჭება სკამს, ან ტირის, ან რაღაცა ვითომ მისი მომხრეები, ეგრეთ წოდებული ოპოზიციის წარმომადგენლები, რომ რაღაცა დაცვით ჯებირებს აგებენ სალომეს სასახლეს და ეს არ არის სალომეს უშუალო კუთვნილის სასახლე, ხო, მემკვიდრეობით მისთვის არავის არ მოუწია. ეს არის პრეზიდენტის სასახლე, ამოგეწურა ვადა კეთილინებე და გამოდის სასახლიდან გადააბარე მას, როგორც წესი და რიგია, ცივილურად, როგორც იქცევიან ადამიანები. მაგრამ როგორც ჩანს, მას ეს შეგრებები ნამდვილად არ გააჩნია. ყველაზე მთავარი კიდე რა არის, რომ სალომე ზურაბიშვილის წარმოდგენა ასევე დევნილი პრეზიდენტის რანგში, ეს კიდე მეორე სისულელი არის ალბათ. ერთ უბრალოდ მიზეზიდან გამომდინარე, მას ავტორიტეტი არ გააჩნია. უკაცრავად, თუ დღეს მას ოპოზიცია იყენებს იმისათვის, რომ
ჭირდებათ გარკვეული საქმისათვის, როგორც კი ის დაასრულებს, ასე ვთქვათ, თავის მოღვაწეობას პრეზიდენტის რანგში, საერთოდ არაფერი არ იქნება, ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული. გასაგებია. ჩვენ ისიც გასაგებია, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესები, ასე ვთქვათ, დამოუკიდებელი მოვლენა არ არის და ხშირად ვისაუბრე ამაზე, რომ საგარეო ფაქტორს ძალიან დიდი აქვს გავლენა შიდა პოლიტიკურ პროცესებზე. სანამ საქართველოს დაუბრუნდებით, თუ შეიძლება წმინდა სამხედრო და ასევე სამხედრო პოლიტიკურ ჭრილში უკრაინაში მიმდინარე მოვლენები რო განვიხილოთ თქვენთან ერთად, იმიტომ რომ აქაც მართველი პარტია არაერთხელ საუბრობდა, რომ უკრაინის პრობლემის შემდეგ გამწვავდა ის დამოკიდებულება, როდესაც მათგან ითხოვენ რუსეთთან ურთიერთობის დაძაბვას და ეგრეთ წოდებულ მეორე ფრონტზე საუბარს. ამასობაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი ამბობს, რომ რუსეთი უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე მასირებულ სარაკეტო იერიშს ახორციელებს და ამასობაში მოდის ზამთარი და ასეთი კრიტიკული სიმწვავის წინაშე წინა წელსაც ზუსტად ამ დროსაც იყო საუბარი და შემდეგ ბოდიში ყველა ელოდებოდა იმას, რომ ზამთარში ჩრდილოეთია, თოვლის გამო იქნება პოზიციური ბრძოლა და სანამ თოვლი იქნებოდა, ყველა ცდილობდა მომგებიან პოზიციაში ყოფილიყო და ახლა ცოტა იცვლება მოცემულობა, ისეთი მასირებული სარაკეტო იერიშებია. ბევრი მიზეზიდან გამომდინარე, დავიწყოთ იქიდან, რომ ჩვენ არაერთხელ ვისაუბრია, მათ შორის თქვენთანაც რადიო იმედის ეთერშიც იმის თაობაზე, რომ რუსეთ-უკრაინის ომი როგორ დასრულდება. როდის დასრულდება, მანდამაინც გარკვეული არ იყო თარიღი, მაგრამ როგორც ჩანს, დასრულების თარიღი მალე ახლოვდება მაინც და დამოკიდებულია ტრამპის კაბინეტში შესვლაზე, ოლორ კაბინეტში შესვლას გულისხმობ თავისთავად ცხადია, ვინაიდან ტრამპა რამოდენიმეჯერ გააკეთა ოფიციალურად განცხადება იმის თაობაზე, რომ მას უნდა რომ დაიწყოს სამშვიდობო პროცესი. ხა სამშვიდობო პროცესი ცოტა რთული რამ არის, ესე არ არის, რომ ტრამპი ხელს აიქნევს, რაღაც ჯადოსნური ჯოხი და ომი შეწყდება. ნუ პირველი გასაკეთებელი საქმე იქნება ცეცხლის შეწყვეტა, ამაზე შეთანხმება და მერე უკვე სხვა მოლაპარაკებების წარმოება ამა თუ იმ დეტალზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ომის დასრულების შემდეგ. მით უმეტეს ჩვენ გვაქვს ეს სამწუხარო გამოცდილებად იგივე აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების დროს და იგივე რუსეთთან მოლაპარაკების პროცესი როგორ მიდიოდა, როგორ მოგვატყუეს ორჯერ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს სხვა საკითხი არის. არის საინტერესო მომენტი იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ გვახსოვს რამდენიმე ინიციატივა იყო ომის დასრულებასთან დაკავშირებით, მათ შორის თურქეთის ინიციატივა იყო, თავიდანვე როგორც კი ომი დაიწყო, შემდეგ გამოჩნდა ჩინეთი, ასე ვთქვათ, ასპარეზზე და საგარეო საქმეთა მინისტრი კულება იმყოფებოდა ჩინეთში და ფაქტურად როცა უკვე შეთანხმება მიღწეული იყო და სხვადასხვა საინტერესო იყო, რომ ყოფილი პრემიერი ჯონსონის გამოდიოდა იმ პერიოდში და ეძახოდა, რომ ეს ერთადერთი უკრაინის გადარჩენის ერთადერთი ვარიანტი და გზა, რომ მშვიდობა დამყარდეს. მოულოდნელად კულება ბრუნდება, ზელენსკის თვითონ აღტაცებული ამის თაობაზე, მაგრამ იმ წუთშივე ჩნდება მტკიცებული იმის, რომ ზელენსკის იქ არავინ არაფერს არ იკითხება, ომი როგორ უნდა განვითარდეს და თუ როგორ არ განვითარდეს. და ის იღებს ნებართვას იმის თაობაზე, რომ იმ შეარაღებით შეტევა განახორციელოს რუსეთის ტერიტორიაზე, რასაც იზღებულობს, თქვათ, ნატოსა და შეერთებული შტატებისაგან და მან არც დააყოვნა გააკეთა ეს. რა მოხდა ამით? ნუ პირველი რომ პუტინმა უპასუხა მყისიერად და საშუალო შორის რაკეტა გაუშვა უკრაინის მიმართულებით და საკმაოდ სერიოზული მსხვერპლიც გამოიწვია და კიდევ კარგი ბირთვული კომბინი არეკეთა ოლი ამას შემდეგ გამოვიდა და დაიმუქრა, რომ თუ საჭირო იქნებოდა ის ასეთ ღონისძიებებს კლავაც მიმართავდა, მაგრამ თავარი პოლიტიკური ჭრილში რომ განვიხილოთ, მაინც გახდათ ის, რომ ამით რუსეთს მიეცა ერთგვარი კარგი დამატებითი კოზირი ხელში იმისათვის, რომ მოლაპარაკების დაწყების შემთხვევაში სამშვიდობო მოლაპარაკებებს გულისხმობ, მას კონდეს მეტი სათქმელი ამ ომისთან დაკავშირებით, ვინაიდან კიდევ ერთხელ ბოდიში ხდი, თუ კითხვებს მშვიდობა გინდათ, შეტევებს რატო აგრძელებთ და თუ კითხვებს მშვიდობა გინდათ, რატო ეხმარებით უკრაინას ისე და ისე ჩემი ტერიტორიების დასამობად. ეს სერიოზული საკითხი არის. მაგრამ როგორც ჩანს, მოქმედმა ადმინისტრაციამ გადაწყვიტა მაინც შეერთებული შტატების ადმინისტრაციას გულისხმობ ცხადია, რაღაც კუდების ისე მოქნება, რაც სერიოზულად გააფუჭებდა საქმეებს იგივე რუსეთ-უკრაინის ფრონტთან დაკავშირებით. ანუ გულისხმობთ, რომ ცდილობს ისეთი ნაბიჯები გადადგას, რომელიც გაართულებს მოლაპარაკებებისთვის შესაბამისი ფონის შექმნას. რა თქმა უნდა. გარდა ამისა, ჩვენ ნახეთ ასევე, რომ იყო მცდელობა იმის თაობაზე, რომ 45 მილიარდი დოლარი გამოყოფილიყო უკრაინის დასახმარებლად და სენატმა ეს დაბლოკა
დაბლოკა ერთი უბრალო მოსაზრებიდან გამომდინარე და ითქვა კიდეც რომ მათ ყავთ ახალი უმაღლესი მთავარსარდალი და მხოლოდ გადაწყვეტილების მიხედვით იმოქმედებენ, მაგრამ მიუხედავად ამისა დღევანდელი ინფორმაცია არის სულ ახალი. ბლინკენმა გამოყო 54 მილიარდი ღირებულების შეერაღება უკრაინის დასახმარებლად სარეზერვო ფონდებიდან. ეს რას ნიშნავს, რომ არჩეული ხელისუფალი ფიქრობს, რომ ომი დამთავრდეს და მოქმედი ხელისუფალი ფიქრობს, იქნებ და ომი ისევ გაგრძელდეს. რას ემსახურება ყოველივე ეს? ეთქვა ხა მე უკრაინა და უცბად ამერიკის სიტუაციაში გადავედი, მაგრამ როგორც ჩანს, რაც შეიძლება მეტი აპატიები გამოთქვისათვის, პრობლემების და ნაგავის დატოვებას ახალი ადმინისტრაციისათვის, რომ ის ასე ვთქვათ, სხვა საქმეები დაკავდეს, ვიდრე ვთქვათ, მას სხვა პრიორიტეტები გააჩნია. და ჩაეხლართოს ამ პრობლემებში. ხო, ბევრი იმებში იყოს ეს ჩართული. გაიწევას მშვიდობაზე საუბარი. ეხლა თვითონ უკრაინის სიტუაცია საკმაოდ ცუდად გამოიყურება, შეტევაზე მიმდინარეობს. რუსეთს ამ შემთხვევაში არაფერი არ აქვს დასაკარგვი. ჩვენ ხო არ საუბრობთ ეხლა ამ იმ კუთხით, რომ ან ერთის მხარეზე ვართ, ან მეორეს მხარეს, რა თქმა უნდა, არა. მშვიდობის მხარეზე ვართ, მაგრამ რეალობა რა არის და როგორ გამოიყურება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. სანამ სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყება, სანამ ცეცხლის შეწდება, კიდევ ერთხელ გავიმეორებ მას, რაც არაერთხელ მithქვას მანამდეც, რუსეთისთვის მნიშვნელოვანია, რაც უფრო მეტი პოზიცია იქნება მისთვის მომგებიანი მომავალ მოლაპარაკებაში, კიდევ ერთხელ რომ მოქნილად იგრძნოს თავი. რაც ასევე ესმის უკრაინას. რა თქმა უნდა. ამ ხრივ ახლა უკრაინა როგორ იმოქმედებს და რანაირად იმოქმედებს ეს მეორე საკითხი არის, თუმცა კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ, რომ ზელენსკი აბსოლუტურად გაკონტროლებულია პოლიტიკურად, მას არავინ არაფერს არ კითხავს. ასევე კეთდება განცხადებები მის თაობაზე, რომ უკრაინას ნატოში არავინ არ მიიღებს, უჩნდება მარტივი კითხვა. რისთვის დაიწყო ეს ყველაფერი? გასროლოთ კიდევ ერთხელ. ზოგადად ეს კითხვა არ არის მხოლოდ უკრაინის მხარესთან და აი რისთვის დაიწყო ეს ყველაფერი? მშვიდობიანი მოქალაქეები უკრაინელი იქნება თუ არა უკრაინელი, რაც ჩვენთან ხდება. ვინაიდან უკრაინას თითქოს შეპიდნენ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება, ეს ყველაფერი ჩაფლავდა. ამისათვის უკრაინამ ყველაფერი გააკეთა აბსოლუტურად რასაც უბრძანებდნენ. და ჩვენ დავდექით ანალოგიური დილემის წინაშე, როდესაც იგივე აი ჩვენი უძრაობა ნეიტრალურ საქართველოს ერთიანი ნეიტრალურ საქართველოს ასაც ვიძახით, რომ არ აღმოჩენილიყავით ევროკავშირისა და ნატოს შანტაჟის ქვეშ მუდმივად. რაც ხორციელდებოდა საქართველოში, ხომ? რომ აი ევროკავშირში უნდა მიგიღოთ, ნატოში უნდა მიგიღოთ, ამისათვის ნატოს თემა საერთოდ გამქრალია. ნატოს თემა საერთოდ არ ჩანს უკვე დიდი ხანია, რაც შეეხება ევროკავშირს, ჩვენ ძალიან ბევრი ტყვილი ვიხილეთ. ბევრი ისეთი რაღაცეების შემოთავაზება იყო, რაც ჩვენთვის მიუღებელი იყო და ჩვენ კიდე ვაკეთეთ ყველაფერი იმისათვის, რომ ღირსეულად წამოგვეჩინა ჩვენი თავი. მიუხედავად ამისა, ეს შანტაჟი დღესაც გრძელდება. ჩვენ ვიხილეთ, აი ხა მიმდინარე მონურებთან დაკავშირებით, გუშინ ყველაზე სამარცხვინო ევროპარლამენტარების ვიზიტი საქართველოში, მე მათ ვეძახე ყველაზე სამარცხვინოს ერთი უბრალო მიზეზიდან გამომდინარე, რომ ეს ადამიანები თავისი ფუნქცია მოვალეობის შესრულებით კი არ არიან დაკავებული, უბრალოდ ცდილობენ სხვა უცხო ქვეყნის საქმეებში ჩარევას და ძალიან კომიკურად ჟღერდა გუშინ ხალბატონი რასას ასე ვთქვათ განმარტება იმის თაობაზე, რომ ის არაპირეს შეხვდა მხოლოდ სალომე ზურაბიშვილს, შეხვდა ოპოზიციის ლიდერებს და არაპირებს შეხვდეს ხელისუფლების წარმომადგენლებს. და მე აბატიეთ ცოტა ისეთი ირონიული პოსტიც კი დავწერე ამის თაობაზე, რომ ხო ეს ხელისუფლება ხო იკლავს, არა შესაძლოა თავს მეთქი. საქმეც ამაშია. ხა წარმოგიდგენთ ევროპარლამენტარები ჯგუფი ჩამოდის და ისინი ხვდებიან ვის? წამსვლელ პრეზიდენტს, რომელიც რამოდენიმე დღეში ასრულებს თავის უფლებამოვალეობას და ფაქტურად პოლიტიკურად ვიცით კიდე ვინც არის და რაც არის, აბსოლუტურად გაკონტროლებული არის. ამ დროს შენ ხვდები მას და არ ხვდები არჩეულ ხელისუფლებას, რომ თქვათ მასთან განიხილო რაღაც საკითხები. მათ შორის ის საკითხები, თუ კი მათ ინტერესია, რომ რა ხდება ევროკავშირთან დაკავშირებით, რა დამოკიდებულება აქვს ხელისუფლებას, რატო არ გინდა ეს მოისმინო პირველი პირებისაგან, თქვათ იგივე არჩევნებთან დაკავშირებით. ამიტომ ვიძახე, რომ ისინი არიან სამარცხვინოები მოსყიდული ადამიანთა რაღაცა დაჯგუფება, რომელიც ურცხვად ერევიან საქართველოს შიდა საკითხებში.
კი ბატონო. ამ უცხოელების ესეთმა ჩარევებმა სხვათა შორის სერიოზული მხარდაჭერა გაუწია აქციების პირველ ეტაპზე, მაგრამ ეხლა ჩვენ ვხედავთ რომ მუხტინელი ნაკრება და საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი ცოტა სხვანაირად დასრულდება. მაგრამ მინიმუმ ხვალიდელი დღე გვაქვს წინ და გრძელდება ეს აქტივობა. შეგიძლიათ საუბარი კიდევ ერთ კითხვაზე. აუცილებლად მინდა ვისარგებლო მომენტი და ჩვენი დიალოგის ბოლო ნაწილში კითხოთ სირიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ახლა გავრცელდა ინფორმაცია საერთოდ რომ ისრაელი აპირებს ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმას და ამ ინფორმაციას Times-ის ისრაელის რედაქცია აქვეყნებს. გასაგებია რომ ახლა თავდასხმამდე რამდენიმე ხნით ადრე ესე წინასწარ არავინ არ გამოაქვეყნებს ამას და შეიძლება ამას სხვა მიზანი აქვს. თუმცა მიზეზად სახელდებოდა შემდეგი რამ, რაც საგულისხმოა რომ როდესაც სირიის დედაქალაქის აღება მოხდა და საერთოდ მებრძოლები მიიწევდნენ წინ, მნიშვნელოვანი როლი მათი მხარდაჭერის თვალსაზრისით ითამაშა ისრაელის საჰაერო ოპერაცია მათმა მხარდაჭერამ და პრინციპში საზენიტო დანადგარების თავდაცვის საზენიტო დანადგარების 80%-ზე მეტი მათ გაანადგურეს. და იქ საუბარი იყო იმაზე, რომ ამ პლასტარმს ირანი რა თქმა უნდა იყენებდა და ახლა ირანი რადგან ეს პლასტარმი შეიძლება მოაკლდეს, ну მინიმუმ ალბათ შეიძლება ჯერ ქაოტური მდგომარეობა ასე გაგრძელდეს გაურკვევლად, ხო? მაგრამ სირია ისეთი სივრცეა, რომ არც ერთი დიდი გეოპოლიტიკური მოთამაშე ასე არ დატოვებს. მით უმეტეს პირველ რიგში თურქეთი, რომ არაფერი ვთქვათ სხვაზე. მაგრამ აი ამ მოცემულობიდან გამომდინარე საუბარია ძალიან უკვე გახშირდა იმაზე საუბარი, რომ ირანმა შეიძლება დააჩქაროს ბირთვულ იარაღზე მუშაობის პროცესი. მესმის რომ ასე პრიმიტიულად ეს ყველაფერი არ ხდება, მაგრამ არც ეს თემა არ არის, ასე ვთქვათ, ჭიქაში ხარიშხალი. იმიტომ რომ ჩვენთვის ეს სივრცე და იქ სიტუაცია მნიშვნელოვანია. სირია, მოდით ესე ვთქვათ, რომ დიდი ხანი გახდა ედვარ საჯიდაო ვთქვათ, გამომდინარე იმ სიტუაციიდან, რაც იქ მიმდინარეობდა, შემდეგ თითქოს და ეს შეჩერდა, მაგრამ თავიდანვე მე მიმაჩნია, რომ ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა სხვადასხვა მხარეების მხრიდან. და ამ შეცდომაზე კიდევ ვიღაცებმა საკმაოდ სერიოზულად მოითმო ხელი. ვიღაცებში გულისხმობ, რა თქმა უნდა, ქვეყნებს და ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერებსაც. ხა ერთი იყო რომ თავიდან სირიის ასე ვთქვათ პირველ ეტაპზე, პირველ ომში, ასე ვთქვათ, დიდი შეცდომები რომ სირიაში ჯერ დაიწყეს რაღაცეები დასავლეთმა, შემდეგ მიატოვეს, მიართვეს საჯისმა და რუსეთი იქ ერთი ბაზის ყოფი გააძლიერეს და საბოლოო ჯამში ორი ბაზა, რეალურად სამი იყო, იმიტომ რომ ავიაციის ბაზაც უკვე სახმელეთო ბაზაზე იყო. ეხლა მეორე მომენტი რომ რუსეთმა აუცილებლად ინფორმაციული ისტოვებს ამ ბაზებს, თუ არ დატოვა უკვე. ამ დროს თქვა რუსეთის პოლიტიკურმა ნაწილმა რომ არ დატოვებენ და ბევრი იყო საუბარი რომ ლოჯისტიკურად იგივე აფრიკაში გავლენების შენარჩუნებისთვის ამ ბაზებს დიდი მნიშვნელობა აქვს რუსეთის. რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა, იმიტომ რომ ერთადერთი ბაზა არის ხმელთაშუა ზღვაში, ტიგრეთის ბაზა, რაც გააჩნდა რუსეთს და ხამის ესე დატოვება არ არის ადვილი და ალბათ მიზანშეწონილიც მათი მხრიდან. მეორე ხა წამით რომ წარმოვიდგინოთ რუსეთი გავიდა ამ ბაზიდან და ეს კონტინენტი სადმითის გამოუთავისუფლდა დამატებითი ძალები. მე არ ვიძახ რომ პირდაპირ უკრაინაში გადაეცვის, მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ რუსეთს ისევ ახალი ძალები გაუჩნდება სხვადასხვა საქმეებისათვის. და სხვა კვალიფიკაციის. ხო. და საკმაოდ გამოცდილიც ყველაფერთან ერთად. მეორე არის რომ ეხა ამერიკის შეერთებულ შტატებსაც, ევროპის ქვეყნებსაც ცოტა უცნაური პოზიცია უკავიათ სირიასთან დაკავშირებით, რომ ხანი ძახიან რომ თითქოს არ უნდა ჩარევა, ხანი ძახიან რომ ჩაერევიან, მაგრამ მის მიხედვით თუ საჭირო გახდება, ამასობაში თურქეთი თავისას აკეთებს, ამასობაში ირანი თავისას აკეთებს და ისრაელის ქმედება, მე არ მინდა ხა ესე ვთქვა, რომ უშუალოდ ნაკანახევია ვინმე მხრიდან, ვინაიდან ჩვენ გვინახავს ისრაელის დამოუკიდებელი ნაბიჯების, რა თქმა უნდა, გამოწვეულია მისი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. საბოლოო ჯამში სირია რა ქვეყანა იქნება, ამის გამოცნობა ამ ეტაპზე თითქმის შეუძლებელია. თან კიდევ გავიხსენოთ ერთი რამ, რომ ვინ მოვიდა სათავეში და რა დაჯგუფება მოვიდა, ხომ? მე რატოღაც გამახსენდა ავღანეთის ამბების, ხომ? აბსოლუტურად თითქმის დაემთხვა კიდეს და მახსოვს რომ თალებებს ეძახოდნენ ტერორისტებს და მე ბორელი ჩვენი ძველი ნაცნობი ბორელი როგორ აცხადებდა რომ გინდა არ გინდა მოგვიწევს ხა ჩვენ თალებებთან ურთიერთობა, ვინაიდან ქვეყანასთან უნდა გქონდეს ურთიერთობა.
ავღანეთთან ავღანეთთან შედარებით სირია გაცილებით ისეთი იძულებითი ფორმა არის ურთიერთობისათვის და უკვე ვისთან მოუწევთ ურთიერთობა. ეს ყველაფერი არის ერთი უბრალოდ მიზეზიდან გამოწვეული. სოფლიოში ხდება დიდი ქაოსი, სოფლიოში სამწუხაროდ ჩვენდაც და იმ ქვეყნებისთვისაც რომ ლიდერების ძალიან დიდი პრობლემა არის. მე გულისხმობ სერიოზულ პოლიტიკურ ლიდერებს, ვთქვათ, როგორებიც იყვნენ თავის დროზე რეიგანი, ტეჩერი, თვალშემი უფრო იმისინ, ბატონი სტალინი, რუზველტი იქნებოდა თუ ჩერჩილი თუ ასე შემდეგ. ის პოლიტიკური სკოლა ალბათ სხვა იყო. ის სხვა იყო და იქ ლიდერები სხვა ჭიდილი იყო და დღეს ჩვენ გვყავს ახლა ესეთი ლიდერები მოდით პირდაპირ ვიტყვი და არ მომირდება არავის. აგივე ხა ევროკავშირში წამყვანი ქვეყანა ორი არის, ხომ? საფრანგეთი და გერმანია. და ამ ქვეყნის ლიდერებს, ერთ პრეზიდენტს და მეორეს კანცლერს, პრინციპში პრობლემები აქვს შიდა პოლიტიკური. და ისეთი პრობლემები აქვს, რომ ერთ კოალიცია ეშლება და არაერთხელ დაეშალა ეს კოალიცია და მეორე მთავრობის ფორმირება ვერ შეძლო უკვე მეორეჯერ. აი წარმოიდგინეთ და ამ ლიდერების იმედზე უნდა იყოს სოფლიო თუ ევროპაზე ვლაპარაკობთ და ეხლა გადავხედოთ სხვაგან რა ხდება და როგორი სიტუაცია ხო? შეერთებულ შტატებში ხა ტრამპი რატო გახდა ყველასთვის რაღაც სანატრელი ფიგურა, იმიტომ რომ ყველა დაიღალა ევროპაში, სხვა ქვეყნებშიც, შეერთებულ შტატებშიც და ამ დაღლამ გამოიწვია ის რომ ტრამპი მოსულიყო ხელისუფლებაში ბევრი მიზეზიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ბაიდენი მართავდა. ადამიანი მართავდა შეერთებულ შტატებს, რომელიც არათუ ადეკვატური იყო შეშეთხვაში, მას ეშლებოდა ქვეყნების კი განცხადებების გაკეთების დროს. და ამით ეხლა ვიღაც სხვა ძალების სარგებლობდა საკმაოდ სერიოზულად. და ამ სარგებლობამ გამოიწვია დიდი ქაოსი, დიდი არეულობა მთელ სოფლიოში და საბოლოო ჯამში მივიღეთ ისევე რუსეთ-უკრაინის ომი და კიდე ბევრი სხვა ისეთი რაღაცები, რაც მიზანშეწონილი არ არის და არც უნდა ყოფილიყო. წესით 21 საუკუნის ამ პერიოდისთვის სოფლიოს სხვა რაღაცებს უნდა ეფიქრა. სხვა განვითარებაზე უნდა ეფიქრა. წესით არ გითხო ესე არის რა. დაუბრუნდა რას? ევროპა დაუბრუნდა ისევე ომის კერებს, ისევე მოლაპარაკების პროცესებს, ტანკებით საკითხების გადაწყვეტას დაუბრუნდა. წარმოიდგინეთ 21 საუკუნეში ევროპის შუაგულში ტანკებით ხდება საკითხების გადაწყვეტა. იგივე ხდება აზიის ქვეყნებში, იგივე ხდება ახლო აღმოსავლეთში, ხომ? ამ დროს ხა არის რაღაც ბედნიერი ქვეყნების, მოდით ესე ვიტყოდი, რომლებიც ფიქრობენ იმაზე, რომ ახლა ჩინეთია თუ იაპონია თუ რაღაც აზიაში ხედავთ ტექნოლოგიების მხრივ ისეთ რაღაც წარმატებებს მიაღწიეს რომ როდის მინდა ეწევა კაცმა არის. მოსობაში აქვს იმის შვიდება რომ ტექნოლოგიურად კიდევ უფრო ჩვენ ავიღოთ იგივე ჩვენი საკითხი ხო? მთელი სერიოზულობით ვიძახი იმას რომ არაერთხელ მithქვავს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ. ერთი დიდი პრობლემა არის ჩვენთვის თავარი რა? გამოწვევა განათლების. და ჩვენ ხედავთ რომ იმის მაგერად რომ ჩვენი სტუდენტები, განათლების სფეროს წარმომადგენლები, ლექტორების და სტუდენტების იყვნენ ჩართული ისეთი საკითხების გადაწყვეტაში, რაც არა მარტო საქართველოს განვითარებას შეუწყობს ხელს, არამედ მათ პირად განვითარებასაც შეუწყობს ხელს და პლუს რაღაცა თავისი სიტყვა უნდა თქვან სოფლიოში. ეს უნდა იყოს ჩვენ ავტობი არ გაგვაჩნია და არ გაგვაჩნია თქვათ ისეთი რაღაცები, რის გამოც ყველამ პატივი უნდა ჩვენ გაგვაჩნია ადამიანური რესურსი. რითიც უნდა მოხიბლოთ, დავაინტერესოთ და მოუგოთ დანარჩენ, მოდით ესე ვთქვათ, სამყაროს. და გამოვიყენოთ ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა და იმისათვის რომ ჩვენ განვითარდეთ. ჩვენი ახლა ლექტორები და სტუდენტების გარკვეულ ყველას არ ეხება ცხადია, რისთვის არიან დაკავებული, რომ აი მოლოტოვის კოქტეილი ესე ვისრულოთ თუ პიროტექნიკა ვისრულოთ ესე. გავიფიცოთ და რაღაცა გავაკეთოთ და რომ დაუსვა რეალურად შეკითხვა. რის გამო იფიცებით? რა არ მოგწონთ? ნახევარზე მეტი ვერ გიპასუხებთ. ეს არის დიდი კატასტროფა. მთელი სერიოზულობით ვიზახი მე ამას. როგორც იგივე იყო გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით, რომ ეკითხებოდნენ ადამიანებს, რომ რა არ მოგწონთ ამ კანონში და პასუხი იყო რომ რუსულია და რატომ არის რუსული? იქნებ გითხრათ, ხო, აი მე და თქვენ ვსაუბრობთ, თქვენ ბატონზადა და მე ვარ ადამიანი და თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც გვინდა გარკვევა და დამატებით ვიღაცას ვეკითხებით, რომ რატომ არის რუსული? თორე ჩვენ რო წავიკითხეთ, ვერ მივიღეთ ესეთი არ დაგვჭა ესე შტაბეშტილება, ხომ, წაკითხულისგან და ვეკითხებით მესამე პირს და ეს პასუხობს, ტანით გზნობ ამასო. აი კატასტროფა არ არის და ამას ახლა უბრალო ადამიანები ხო არ იძახოდნენ, უბრალოდ ვიძახი საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები. იგივე დღეს გამოდიან და იძახიან რას, რომ მე არაერთი სოციალურ ქსელში წავწევ, სხვათა შორის მეგობრებსაც. და რაღაც დაერად ბედნიერი ვარ, რომ რამდენი მეგობრის წაშლა მომიწია მეთქი. თუ მე რა შემოგვიდგა შემოგვიდგა წარმავლებით, მაბატიეთ ამათვისათვის, მაგრამ ესე არის. რომლებიც წერენ, რომ როდის მორჩება ცემატყება ამ ბავშვების. მაბატიეთ, კაც ვინ არის ბავშვი?
მოლოტოვის კოქტეილის რო ისვის ის ბავშვია, მასე ბავშვები არიან ავღანეთშიც. ავღანეთის ფრონტზე იყვნენ პატარა ბავშვები, რომელსაც ავტომატი ეჭირა და დიდ ბიძიებს ხვრეტდნენ ადგილზე, ხომ? ეს არ არის ესეთი მიდგომა სწორი. და შენ როცა ხედავ რომ აქედან ვიღაცა თავი გაუწყდა საწყალი და პოლიციელი არ არის საწყალი ამ დროს. საწყალი კი არ არის, პოლიციელი დგას სადარაჯოზე. კანონს იცავს და არც ერთი იმ ხარეს პირობითად ვიძახე არ მინდა რა თქმა უნდა რომ გავყო რაღაც ხარეებად ადამიანების ჯგუფები, მაგრამ არც ერთი სიტყვა არ გავიგია იმის გამოზე, იმის თაობაზე რომ ან სინანულის რომ აი პოლიციელი დაზარალდა. ესე არ უნდა ყოფილიყო. გაურკვეველი რომ რამდენი წელი უნდა დავჭირდეს საქართველოში რომ პოლიტიკური საკითხის გადასაწყვეტად პარლამენტს არ ვესრულოთ. გინდაც თქვა და გინდაც ცეცხლი. ცარიელ შენობასთან. ყველა საინტერესო. გასაგებია რომ ამ ცარიელ შენობის დაზარალებით ისინი ფიქრობენ რაღაც სიმბოლო უნდა აიღონ და ასე შემდეგ. კი ხვდებით ჩვენ ამას, მაგრამ როდემდე შეიძლება ეს იყოს ეს? როდემდე შეიძლება რომ ვიღაცა ადამიანები გამოდიოდნენ და რაღაც მოსაზრებებს არ ქონდნენ პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით, რომელსაც ეს წესით არ უნდა ეხებოდეთ. როდემდე შეიძლება რომ ცდილობდნენ რომ სპორტსმენები ჩართონ ამ საკითხში, რაღაც მსახიობები, თეატრის წარმომადგენლები თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ამითი რაღაც კოზირებს იწედნენ. და პოლიტიკოსები იჯდნენ ჩირგვებში. ჩირგვებშია დღესდღეობით ოპოზიცია. არც ერთ აქციაზე უკვე მერამდენი დღე მიმდინარეობს, მე სიტყვით გამოსული ოპოზიციონერი არ მინახე, გარდა იმისა თუ კამერები არ არის მასთან და კამერებთან ისინი ყელყელაობენ და რაღაც მოსაზრებებს აშღერებენ. და როდის უნდა დასრულდეს, ყველა თავი კითხვა არის, რომ აი ესეთი ხელმოწერილი ოპოზიციონერების პარპაში ქართულ პოლიტიკურ ველზე. ეს თავარი ამოცანა არის. მაგრამ ალბათ მაშინ, როდესაც განათლება უფრო გაძლიერდება, ინფორმირება უფრო მეტი გახდება, თქვენ ახლა დიდ საქმეს აკეთებთ, თქვენი დარგის წარმომადგენლები, რომ აი ამ საინფორმაციო ვაკუუმს ხედავთ რაც შეიძლება, მაგრამ როგორც ჩანს საკმარისი არ არის ყველაფერი. ვინაიდან ადამიანებს ცნობიერებაში, აზროვნებაში ხო ბევრი რაღაცა უნდა მივიდეს, დავიდეს იმას, ხომ? არ შეიძლება ახლა პოლიტიკოსი ქალბატონი, მით უმეტეს გამოდიოდეს რაღაც პერფორმანსებს აწყოდეს თავისუფლების მოედანზე, ალადოლიძეს გულისხმობ, არც მალავ და არც დავმალავ. და ვიღაცას ეს არის კატეგორია რომ არ მოწონს და ვიღაცებს მოწონთ ეს. აი რა არის ამაში მოწონს და კივის, წივის პოლიტიკოსობაზე პრეტენზიის მქონე ადამიანი. არჩევნებს არ აღიარებს, როცა მას პოლიციელი მოახლოვდება, ეუბნება რომ ხელი არ მახმო, პარლამენტის წევრი ვარ. აი ეს არის ის დიდი უბედურება, რაც უფევს ჩვენ პოლიტიკურ ველზე და ამისგან უნდა გაიწმინოს ერთხელ და სამუდამოდ. და ისევ დაუბრუნდები, რაც დასაწყისში თქვით, რომ ხვალ პრეზიდენტის არჩევნებია და მთავარი პრინციპი, მთავარი რაც ჩვენ გვინდა პრეზიდენტის არჩევნების შედეგად დადგეს, რომ ახალი პრეზიდენტი იყოს ადამიანი, რომელიც არ გააპუჭებს საქართველოს სახელმწიფო საქმეს. დაიცავს მის ეროვნულ ინტერესებს. წარმოგიდგენიათ რა ზულაპარაკობთ. ერთი პრეზიდენტი კონსტიტუციის დარღვევა ყავდა, იმისინა პრეზიდენტი ავაზაკი პირდაპირ შეიძლება ითქვას, რაც ჩაიდინა, მერე დაკრა ფეხი და სხვა ქვეყანაში წავიდა, თავის ქვეყნის მოქალაქეობაზე თქვა უარი. წარმოიდგინეთ, მერე შემოიპარა და ცხადია ხო ნატრუნოთ რომ ვიღაცა გვინდა პრეზიდენტად ისეთი ადამიანი იყოს, რომელიც გამოვა და იტყვის რომ მე მიყვარს საქართველო. დიდი მადლობა ბატონო. მე საქართველოში არაფერს არ გავაპუჭებ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. აი რაზე მივედით, წარმოიდგინეთ რა. ვოცნებობთ იმაზე, რომ ლექტორმა სტუდენტს არ უთქვას, რომ ლექცია გაასწინოს დროში საფრიალოდ. ვოცნებობთ იმაზე, რომ აი ეს ახალგაზრდა ბიჭები, თქვენ წარმოიდგინეთ, ქვის როლელი იყო თუ პიროტექნიკის როლი ხო, რო უყურებთ ხო რაღაც ნაწილობრივ რაღაც სამხედრო რაღაცას მაგონებდა. მაგრამ არ არიან ახლა ესენი იმ დონის სამხედროები და წარმოიდგინეთ ხა ეს ბიჭები იგივე ხო შეიძლება რომ ჯარში მოახმარონ თუ ესეთი ახტინება აქვთ, თავენთი ფიზიკური ძალა, გაქანება და ასე შემდეგ, მაგრამ იქ არ უნდათ. სპორტით დაკავდნენ, სხვა რამეებით დაკავდნენ, მაგრამ ეს არ უნდათ. და კიდევ ერთხელ მეტი დრო დაუთმონ წინგს. მეტი დრო დაუთმონ ქვეყნის განვითარებისათვის, რაც უკეთესია იმის შესწავლას. ჩვენ ხო გვინახია ხო არაერთხელ ახალგაზრდა ბიზნესმენები, ახალგაზრდა მეცნიერები, ვიღაცები, ადამიანები, მე თვითონ ვასწავლი. ყავს კატეგორია მაგისტრანტების და იმ მაგისტრანტებში მყავს რამოდენიმე იმდენად გამორჩეული ადამიანი, რომ არაერთხელ მithქვავს, რომ მეამაყება, რომ ესენი იყვნენ იმ ლექციაზე, სადაც მე მქონდა შესაძლებლობა რომ წამეკითხა.
განა იმით ვამაყობ რომ მე ვასწავლე მათ რაღაცა. მიმივხვდით რას ვიძახი, იმიტომ რომ თვითონ შემდგომ ისეთი ნაშრომები დაწერეს, ისეთი მოსაზრებები გავს. ესე კი არ არის მეთქი იმის თქმა მინდა დაღუპული ქვეყანა რომ ამითი არა მარტო ამაყობ, ეს გიხარე რომ მომავალი არის ამათი. მაგრამ მეორე ხა ადამიანს ნახავ კიდევ ერთხელ არც ჩაცმულობაზე, არც ვარცხნილობაზე მე არ ვიცი პრობლემა არ მაქვს, ეს ყველა ადამიანის ინდივიდუალური ნებაა, მაგრამ რომელსაც გააზრებული არ აქვს რას ლაპარაკობს და გიწევს და უსტელურად იქცევა. ამასაც ხაზი უნდა გაესვას. კატასტროფა არის ეს. რატომ არის ის კატასტროფა? ვინაიდან ჩვენ სხვა ქვეყანა ვართ. ჩვენ რო ვიძახით რომ ჩვენ ეს კანონები იმიტომ მივიღეთ რომ სხვა მენტალიტეტის ხალხი ვართ, სხვა გრიბლები გაგვაჩნია, იგივე ცდილობის ფორმაც იყო საქართველოში ყოველთვის გამორჩეული. წარმოგიდგენიათ რომ გნებავთ ხალბატონი იყოს და გნებავთ ყმაწვილი კაცი იყოს რომ ისეთ სიტყვებს ამბობდეს ხმამაღლა ეთერში რაც ყოველად მიუღებელია. რატომ ვიძახთ ჩვენ ამას? თქვენ ჩემსავით დასავლეთ საქართველოს დამძანდები და ხა იქ თქვენ კუთხეში განსაკუთრებით ძილობა არის უმაღლეს დონეზე. ძილობაზე არის საუბარი. და მე ეს მინახია, არაერთხელ მინახია და არც აღმოსავლეთ საქართველოს საკლია, რომ თქვათ უფროსის შემოსვლაზე ფეხზე წამოდგომა, ადგილის დათმობა იქნება თუ ასე შემდეგ და ხა წარმოდნათ მიმეჩნია რომ თქვათ იმ კუთხიშვილი და ამ დროს იმ კუთხიშვილიც არის, ამ კუთხიშვილიც არის და სხვა კუთხიშვილიც არის რომ გოგონა ისეთ რაღაცას ეუბნება თქვათ პოლიციას. ყმაწვილი ისეთ სიტყვებით მიმართავს და ისვრის თქვათ ქვას საით სადაც ისევ შენიანი დგას რეალურად რა. ეს არის დიდი უბედურება, მაგრამ იმედი მაქვს რომ ეს ყველაფერი დადგება თავის ადგილზე და ჩვენ ვიტყვით იმ სიტყვას რაც ეკადრება საქართველოს. მადლობა, გადავაჭერბეთ კიდევაც საეთრო დროს და თქვენ აღნიშნეთ ერთის მხრივ მოლოტოვის როლელი, მეორეს მხრივ პოლიციელი, რომელმაც ეს უნდა აღკვეთეს და ყველაზე მნიშვნელოვანი ამ სიტუაციაში არასდროს ეს დაუშვებელია რომ არ უნდა დაშავდნენ მშვიდობიანი ადამიანები, რომლებიც ძალადობასთან არ არიან კავშირში. მადლობა თქვენი სტუმრობისთვის, პოზიციის განდობისთვის რადიომეტის სტუდიაში ჩვენ ერთიანი ნეიტრალური საქართველოს თანადამფუძნებელს ბატონ ლევან ნიკოლაიშვილს მოსვიზლობდით. მისი ჩვენი დიალოგი ეტირდება რადიომეტის Facebook გვერდზე დროებით.